მოგესალმებით ანიმე სკვად, ჩემი სახელია ბლიზარდი, ხოლო დღევანდელ ვიდეოში მინდა შემოგთავაზოთ ბლიჩის 1000-წლიანი სისხლიანი ომის 10 ეპიზოდის რეაქცია. მოკლედ ახლა ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩაუჯექით ვიდეოს ჯიგრულად. ჩემი დაკვირვებებიდან გამომდინარე, ცუდი იდეა არ იყო კბილების გარეშე გაგაჩინდა. მერს შენს მუცელში გამრავლდებოდა და შემდეგ ის გაგანადგურებდა. ოიმე ამ ხელიდანაც კი შულს იყინებს. რა იყო შენს გაგაცურე? ხომ არ დაგვიწყებია რომ პერნი და კვინსია. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ისეთი ვინმე როგორც სოულკინგის მარცხენა ხელია თავს იმდენად შეირცხვენდა, რომ კვინსად გამოაცხადებდა. სამარცხვინოა? რა არის აქ სამარცხვინო? მე ყოველთვის კვინსი ვიყავი. საუბრის მანერა მანუცებს შეიცვალა. ბრძოლის დაწყებიდან მოყოლებული, მისი ლექსიკა ძალიან განვითარდა. რატომღაც ევოლუციას განიცდის. დრო და დრო ვითარდება რა. ნახავ რატომაც. მისი ნერვები ისრებთანაა დაკავშირებული. ბრძოლა, ბიჭო, როჟ. აი. ოპა, ბრძანება დაარღვია. ვიღაცას ბრძანების დარღვევის გამო. ავი, ეს ხო როცა უბრძანებს მარტო მაშინ ეხმარება. არ მიბრძანებია შეთვის რომ გამოსულიყავი. მიწაზე რომ დავარნილიყავი, ახლა უკვე ხორცის ბურჩი იქნებოდი. არა, ეს არ გისწავლებიათ. ანუ რას იძახი, შენ თვითონ ისწავლე ისეთი რაღაცები, რაც მე შენთვის არ მისწავლებია? მადლობის მაგიერია, ეს დედა. ნემუ. არა. ძილი ნომერი 7. წარმოგიდგენია მაინც რა რთული იქნება ჩემთვის, შემდეგი შენნაირი შენ დონემდე აღზრდა? ჩემზე საერთოდ არ დარდობ? არ ვიცი. თუ არ იცი მაშინ შენი ნებით საერთოდ არ უნდა იღებდე გადაწყვეტილებებს. შენი ნებით სიკვდილით უფლება არ გაქვს. მადლობის მაგიერია ეს შემისა. რომ მოკვდე როცა მე ამას გიბრძანებ. გაიგი ატექი. ის სახელი ძალიან მომწონდა. ეს დაახლოებით ისეა შექმნილი როგორც ოროჩიმარუს შვილი. კი. აქ ილამშვიდობის ან ნომერო 7. ისე რაღაცით წააგავს. სიგიჟით უფრო. ეს ჰოჯიკუზაია. რეალურად იმიტომ გამოვედი რომ ეს მომეცა. ჩემი ხო გეუბნები მაგის დაირია მე. თავიდანვე იცოდი რომ ჰოჯიკუზაის წამოღება დამავიწყდა რა. ძალიან მაკვირდები როგორ ჩანს. უცნაური ხარ. მაპატიეთ, ოსტატო მაიური. ჩემი ნემუ, შენი დავალება ის არის რომ ნერვების კოგნიტური სისტემა დაუინფიცირო. ტიპი მინა აირონმენია როგორც ძმა. სახელი გეუბნება, კოაგულაციური აგენტი. ის აგრესიულად ყიდავს ნებისმიერ ორგანოს, რომელიც ნერვებთანაა დაკავშირებული. მაშინ როგორც კი ეს აგენტი ამან ბიოლოგიაც უფრო მაგრა იცის, ვიდრე სხვა სიტყვებით. ტექნოლოგიები ხო იცის, ბიოლოგია უფრო ეთყობა. დარჩება. ჟიჟია იმენა. დაკავშირებული გული ციგნიშია. გაფართოვდება და მისი პირიც აღარასოდეს დაიკეტება. მიწაზე არსებული მისი ნერვები უკვე ნარკოტიკმა გათიშა, შეგიძლია ფეხი თავისუფლად დაავიჯო. ეს აღსასრულია პერნი და ვა, ეს ჩემს მოსაკლავად საკმარისი არ არის კუროცუჩი. ასე რატომ ელაპარაკება? ისე საუბრობს სითქოს ზარაკია. გასაგებია. გაიქეცი ნემუ. ეს ხომ მატაიფუკოინშუტაის ძალა. ბატონო მაიური. რა? კაპიტანი კუროცუჩი სახელით არ მოგმართავს? დიახ. ამ ბოლო დროს ნემუს მეძახის. მე-6-ემ შეძლო და 2 წლამდე გაიზარდა, მაგრამ შემდეგ უჯრედებმა ზრდა შეწყვიტეს და მოკვდა. ეს იყო მაქსიმალური სიცოცხლის უნარიანობა, რაც სინთეთიკურ სულის უჯრედებს შეეძლო. სწორედ ამიტომ, როდესაც ნომერმა 7-მა სიცოცხლის უნარიანობას გადააჭარბა, კაპიტანი ძალიან ბედნიერი იყო. ბატონი მაიური, ძილ ნომერ 7-ს რატომ აღარ მეძახის? არა მგონია რომ მან მიპასუხოს.
აგინდათ ბიჭო. რაღაც მეეჭვება. ატო ასე ვდიანებ სერიასში. ამას თუ ხვდები, მაშინ ისიც უნდა იცოდე, რომ ჩემთვის ამის კითხვა უაზრობაა. კაპიტანმა თქვა, სინთეტიკური შინიგამები. ეს შინიგამების სიზმარია. მაგრამ სისულელია სიზმარში მაშინ იყო, როცა ღვიძავს. ამიტომაც დავარქვი ამას ძილის პროექტი. ეს კაპიტანის ირონია იყო. და ეს უბრალოდ ჩემი ვარაუდია. შენ ხომ კაპიტანის შედევრი ხარ. იმის დაშვებაც კი შეუძლებელია, რომ შენ ვერ განვითარდები. ნემუ, ასეთი ძალა რატომ გაქვს? ეს ძალა თქვენ მომეცით. ეს შინიგამის სხეულიც თქვენ მომეცით. სხეულის შესაძლებლობებს 0.8%-ით გადავაჭარბე. იმ ლიმიტებს მივაღწიე, როცა სტრუქტურები უნდა დარღვეულიყო. შენ პრობლემა არა. ჩემი მისიაა, რომ თქვენ დაგიცვათ, ბატონო მაიორი. აშკარა, შენი მისია ის არის, რომ გაიზარდო. აშკარა ამის გამოყენების მერე ყვდება. ჩემი ზრდის შედეგი ყველაზე კარგად მაშინ შემიძლია გაჩვენოთ, როდესაც თქვენ დაგიცავთ. ოპა, ტრეკ. 6%-ზეა. საკუთარ სულს 6%-ით გავჭრი და მას გამანადგურებელ დარტყმას მივაყენებ. ჩემი გახმოვანებული არ იქნა იმის მიერ. ანიმეს ეთყობა, რომ იმენა დასკვნით ფაზაში გადადის რა. გახია შუაზე. ოსტატო მაიორი. აუ. აუ. ნემუ. რა იყო? სასწარკვეთაში ხომ არ ჩავარდი? ეს არის პენია ბიჭო? რა არა, ეს ნახავთ. რამე არასწორად ხომ არ მომესმა? ის ესპადა არ არის? შეუძლებელია არა? გრაციოზულად მასწავლიდი ჭკუას როგორც ეს პატარა რომელიც ერთ დროს დაამცირა, ხა ის აქეთ ამცირებს. თავის გონებაში. არა? სრულყოფილება მძულს. აუ, საწყანი გოგოჩ. ის სიკვდილი კარგი უნდა იყოს. მოკვდა იმიტომ რომ არასრულყოფილია. ახლა რაღაც კიდევ უფრო უკეთესის გაკეთება შეგიძლია. შენ ჩაფლავდი, კუროცუჩი მაიორი. ამ მონსტრ მარცხენა ხელს მადლობა უნდა უთხრა. აქ რომ ყოფილიყავი სიცილისგან ვეღარ მომასულიერებდით. აუ შე. სრულიად მართალი ხარ. ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი, რომ შენნაირი ყალბი მეცნიერი ოდესმე შეამჩნევდა ჩემს დაუდევრობას. სასაცილოა. მაგის გამო ვიღაცას გახევენ. ანუ იმიტომ მოხვედი, რომ ნემუს ნაგლეჯები შეჭამო. მაგრამ მის ტვინს უკან დავიბრუნებ. რა ხდება? მე ნემუს ჰიპოფიზის გლანდში, რომელიც შენ შეჭამე, ჩავდე ორგანო, რომელიც სინთეტიკურ სულს აიძულებს, რომ რომელსაც სწრაფად გავითარდეს. მოდი მარტივი ძალიან მაინდბლოუა. ვიყვიც მიხვდეს. ძალიან მაინდბლოუა. ორგანოს ტვინის გარეშე შეჭამ. საკუთარ თავს ზედმეტის ზრდით მოიკლავ. ედაუტირა იმენა. ვაა, კარგად გატეხ. მისმინეთ. აქედან 30 სახლის მოშორებით ჩიხის კუთხეში ორი სხეულის კონტეინერია. მათთან ერთად წადით. ნუ ღელავთ. ცოტა დრო კი დამჭირდა, მაგრამ მათი დეზონფიცირება მაინც შევძელი. გააცოცხლა? სულები ოდნავ კი დაეჩეხათ, მაგრამ არ უნდა წუწუნებდნენ. მე ხომ ისინი გადავარჩინე. ოუ, კიდე კაი ძმა. კუროცუჩი. მადლობა. თავისუფალ კაფსულაში მომათავსეთ. და მეორეში ზარაკი ჩასვით. მალე შეგხვდებით კაპიტანო ზარაკი. მალე დავბრუნდებით. კარგია. კაპიტანო კუროცუჩი. კაპიტანი ზარაკის გადარჩენისთვის მადლობას გიხდით. გაჯობე, ურაჰარა კისკე. ნაუე რაგიჟია ეს და ვერც კი წარმოვიდგენია შენ სასოწარკვეთის სავსეს. ურაჰარას უდგება რა. უფრო მეტი მიზეზი მაქვს იმისათვის, რომ გადავრჩე. უბრალოდ რატო ურაჰარას წინააღმდეგ რატოა? მეცნიერების დეპარტამენტის უფროსი ურაჰარა იყო აქამდე. სანამ გამოაძიებდა. მაგრამ ხო ეს? ხოლო ჯერ კიდევ ეს რაღაცებს აკეთებს და ეკავს რაივალად. გახმოვანებულია რექტაიმის მიერ. ანუ რეალურად ხო ურაჰარამ გამოუშვა ეს იმ ჩაკეტილი სივრციდან. ავი ცოტა დაფასება ძმა. უმეტო უდგება, ანუ რატო უდგება გაი კაკაშის?
ეგე ცოტა ისეთი იგივეა. თემა რა. აი ამათ რა უნდათ ბიჭო რა ეს არანაც რა მაგალითად არასვენებს. შურიზია. რა შური ზიებ ამათ რა შური უნდა იზიო მისმა ბიჭო. უდიდებულესობამ ნამდვილად იცის როგორ გამოგკაზმოთ ხოლმე. ვრცელი გეგმა. ეს ყველა წამოიყოლე ამ ქალაქში. ზუსტადაც. ყველანი ერთად შეძლოთ რომ შეტევაზე გადავიდეთ. რატომ არის იჟიდაურიო აი ნასტლში? თვალთახედვიდან არ გაგექცეთ. წადით. ბაზბი. აქ რასაკეთებ? მგონი პირველი უნდა გეკითხა, ჯერ კიდევ ცოცხალი ხარო? იმის მაგივრად თუ აქ რას ვაკეთებ, ჰა? გრძნობა ჩაუჩურჩულეს. სარკის ანარეკლში. აინტერესო იყო 10-15 წამი კი ჩეპებო გვივიდა, მაგრამ უსაბოლოო ჯამში მართლა კაი სერია იყო ბოლოსკენ უფრო რა. ნახოთ. ბიჭო, რახან იმან ეხა ტვინი წაიღო, ეჭვის არ მეპარება, რომ ახალ ხელს რო გააკეთებს, ამ ტვინს მიაბავს. რა თქმა უნდა. და ნემუ საბოლოო ჯამში აი ის გაცოცხლდება და ბრუნდება რა. ნუკლარია და ანუ რაღაც ხონდა ეგეთი სერია იყო რა რაღაც პონჩი ჯერ არ გენანებოდა მე ხა ბოლოს დაგენანა და ბოლოს თან დრამა იყო თან არ იყო და ბოლოს იმენა საინტერესო რაღაც გააძრო პაходу ისის გამისწორდა ეხა რომ ისორი გადაარჩინა დეზომვირება გავუკეთა მაგრამ აი აჩეხილ სულში რა იგულისხმა თუ დაჩეხილ სულში ეგა საინტერესო არ გვეცოდინე ხელი აფათურა იმ დღეს არის შაბათი ხო? არა დღეს არის არასდროს ხვალე გამოდის ანუ ეს ახალი ხვალე ხო ნუ რა ვიცი ერთი სიტყვით კაი სერია იყო ცოტა რაღაც უფრო მეტ ექშენ შევიტანდი მაგრამ საბოლოო ჯამში რაც იყო მოგლეთ მადლობა ყველას ყურადღებისთვის. დღევანდელი ვიდეოს აქ დასრულდა. თუ მოგეწონათ დალაიქეთ ვიდეო, არხი გამოიწერეთ, რეგთაიმის არხიც აღწერაში. უფრო TikTok-ზე სტრიმავს უკვე ბიჭი და აგროვა subscriber-ები. ორივე გასტრიმავთ, მაგრამ ორივე გასტრიმავს, მაგრამ ხო 1000-ში ერთხელ. მაგრამ საინტერესოდ. მოკლედ მადლობა ყველას ყურადღებისთვის. შეხვდებით შემდეგ ბლიჩის რეაქტში დიდი ალბათობით, იმიტომ რომ ეჭვი მეპარება, რომ მის გარდა კიდე ამ წელს რამე მოვასწრო. ნუ თუ არ ჩავთვლით წლის ბოლო ვიდეოს. მოკლედ, ემშვიდობებით და შეხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა ჰეთ და აბა ჰოთ.